მოგო გასწავლით როგორ შევიღებთ ისე რომ კანი არ დაგვესვარო. ეს ნებისმიერ თქვენგანს გამოადგება. თუ სწორად ახაზვა არ იცით თქვენი წარბის, მაგ შემთხვევაშიც კი გამოგადგებათ. ან არ იცით უბრალოდ კორექცია როგორ გაიკეთოთ. მიახლოებით რა ფორმაც გვინდა რომ მივცეთ. გარედან კი აი ესე წავუსვამთ თეთრი ფერის მემოვარნის სტრუქტურის მქონე ჯვალებას და მომწერეთ და გამოგიგზავნით. რაც არის. ეს ვაკეთებთ ახლა ამით. ეს გვეხმარება რომ გვერდებში არ გადავიდეთ შეღებვის დროს და უაზროდ არ შევღებოთ ის ნაწილები, რომლებიც არ გვინდა რომ შეგვეღებოს. ამიტომაც აი ესე ვფარავთ მიახლოებით მაინც რა ფორმაც გვინდა რომ მივიღოთ და შემდეგ უკვე ვიღებავთ. თუმცა ეს რიკი გამოგადგებათ ასევე ინაც. როდესაც კორექციას იკეთებთ თქვენ თვითონ მაგალითად და არ მიდიხართ სალონში. ვარება ხლა მე წარბებს რომ ერთნაირად გამომივიდეს დროს იღებება უშუალოდ კანით. ხო, მარტო თმის ხერი არ. რატომ არის საერთოდ საჭირო შეღებვა? შეღებვა შეგიძლიათ ლამინირების გარეშეც მოგიყენებ ძალიან ხშირად კოსმეტიკურ საშუალებას, ესაღებს საშუალებას, რადგანაც ეს არ გამოვიყენო ყოველდღიურად, ამიტომ ჭირდება ვიღებო სპეციალური საღებავით და შემდეგ უკვე 2-3 კვირის განმავლობაში მე არ დამჭირდება შეღებვა. რადგან კმაყოფილი ვარ უკვე ამ ფორმით, გადავალ საღებავის გაკეთებაზე, რომელსაც ფერებიდან გამომდინარე ვარჩევ აუცილებლად. ვიყენებ მუყავისფერ საღებავს. რადგან შავი არ მჭირდება, ზოგადად მაქვს მუქი ფერის თმა, მაგრამ არა შავი და ისედაც ძალიან ღია ფერის წარბები მაქვს კი ხედავთ და იქნება ძალიან არაბუნებრივი შავად რომ შევიღებ. თუ არ გვინდა რომ შეგვეღებოს წარბი ძალიან და კანით ძალიან, ამ შემთხვევაში ესეთ პატარა ხრიკს გასწავლეთ. ავიღებთ ჯაგრის პუნჯს და ჯაგრისით შევღებავთ. მაგრამ ჯერ ვიწყებთ ამ ნაწილის იქეთ შეღებით, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ფუნჯს ვიყენებ უბრალოდ, სადაც ფუნჯით კარგად ვერ მივწვდები. სულ ბოლოს ვღებავთ ამ ნაწილს აქედან აქამდე, რადგან ბუნებრივად ისედაც ასე გვაქვს. საბამისად აუცილებელია რომ ნაწილზე ნაკლები საღებავის დატანა მოხდეს, რათა ბუნებრივობა შევინარჩუნოთ და არა ერთ ფერში რო არის თავიდან ბოლომდე, ის არის არასწორი. თუ გაინტერესებთ როგორ იღებენ ასეთ იდეალურ წარბებს, როცა ზოგიერთს გამოსდის და ზოგიერთს არ გამოსდის ისე ლამაზად, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო. რასაც არ გასწავლიან და არ გეუბნებიან. ვიშორებთ, როგორც გითხარით, წინა ნაწილში. თქვენც ხედავთ ხო განსხვავებას. ახლა ამას დავტოვებ, სანამ ბოლო ნაწილებიც არ შეიღებება კარგად, იმიტომ რომ მე მომწონს ბოლოში, სადაც ნაკლები თმა არის, ჩემ შემთხვევაში და ხშირად ასეა. აი ეს ბოლო ნაწილები კარგად სანამ არ შემეღებ. ძალიან მიხარია, რომ 2-3 კვირა მაინც არ მომიწევს ყოველ ჯერზე დახატვა ჩემი წარბების. ამ წამზე როცა დაგრძელება მაქვს, სტუში აღარ მჭირდება. წარბები როცა დაფერილი მაქვს, საერთოდ არაფრის გაკეთება არ მჭირდება წარბებზე, ანუ დამჭირდება. ტონალური ან BB, ბლაში, ორი ცოტა და მორჩა ტუჩი რა თქმა უნდა. რაც ჯამში ალბათ 5 წუთს წამართვა სულ. 15-20 წუთის მაგივრად, ან თუნდაც შეიძლება 9 საათის მაგივრად. ძალიან მიხარია. მოგოებო, ვინც ელამაზის სფეროში ვართ, რატომ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს უფრო ხშირად, როცა ამდენ გოგოს ალამაზებ და ამდენ გოგოს განწყობას აუმჯობესებ. ჩვენი თავის გალამაზებაზე რაღაცა ამ კუთხით განწყობაზე რატომ არ ვფიქრობთ ხოლმე? გონი ჩვენც უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თავზე, თუმცა არ გვაქვთ რომ მართალია, მაგრამ აი ესეთი მომენტები მე ვიყენებ ხოლმე კონტენტის გადასაღებად, ან შემთხვევაში საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. სალამაზის კუთხით და ძალიან კარგია. ანუ დრო ფაქტიურად შეთვალეთ რომ არ გეკარგებათ.
რო არსად არ მიდიხართ საცობში არ გახართ და თან თქვენს თავს ალამაზებთ. ნახეთ რა ლამაზად დაჯდა. ის ცარიელებით შეივს და ძალიან ბუნებრივი lifting ეფექტი. ავისეც ესეთი ეფექტი მოგწონთ ორივე ერთად. დეკემბერში განსაკუთრებული შეთავაზება მაქვს წარბის ლამინირებას პლუს წამწამის დაგრძელება. ან წარბის და წამწამის ლამინირება ერთად, ანუ კომბო. მომწერთ პირად შეტყობინებაში.